მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. როდესაც ზონების მიხედვით დაყოფილ ჩვენ სტუდიას ხედავთ, თქვენ აუცილებლად გახსენდებათ, რომ ჩვენი გადაცემის კონცეფციის საფუძველი შუქნიშანია. შუქნიშანი, რომელიც მხოლოდ კვებასთან არ არის დაკავშირებული, შუქნიშანი, რომელიც ადამიანის ცხოვრების გზას მოგვაგონებს და შუქნიშანი, რომელიც გარკვეულწილად დაიტევს იმ რეკომენდაციას, რომელსაც ყოველდღიურად გიზიარებთ ადამიანის შესახებ. დიახ, ადამიანის შესახებ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, ადამიანი არის ჩვენი მთავარი სათქმელი, ადამიანი არის ჩვენი მთავარი საზრუნავი და ადამიანი არის მთავარი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. და აი ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი კომპონენტი, რომელიც არის გადაცემაში, უნდა სწორედ ადამიანისათვის სასარგებლოდ დავინახოთ და გამოვიყენოთ და მათ შორის ის ელემენტი, რომელიც შუქნიშნის სახით, სიუჟეტების სახით გაჩნდა ჩვენს გადაცემაში. თქვენ შენიშნეთ გასულ კვირას, როდესაც ძალიან საინტერესოდ, ლამაზად დანახული შუქნიშანი კვებით არჩევანს უკავშირდებოდა. ეს შემთხვევითი არ არის და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ სხვადასხვა სიუჟეტის სახით შემოგთავაზებთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვა განათლების მქონე ადამიანებისათვის, ანუ პროფესიული ნიშნით განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებთან. როგორ ირჩევენ ადამიანები პროდუქტებს და რამდენად სწორია მათი არჩევანი? ხშირ შემთხვევაში მოლოდინი მათი საკუთარ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით მართლდება თუ არა უკვე კონკრეტულად შუქნიშანთან, როდესაც აღმოჩნდებიან. მოდით ვნახოთ ლუკა ფანქოლაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ბავშვების არჩევანს უკავშირდება და შემდეგ რამდენიმე სიტყვით შევაფასოთ, როგორ ფიქრობენ და აზროვნებენ ჩვენი პატარები. მე ვარ ნოცა შაუნაძე, მე ვარ ნოცა მღებრიშვილი, დემეტრე შიომხვილაშვილი ვარ 9 წლის. მე მოვედი გადაღებაზე. დედა მითხრა, რომ რაღაცა შეკითხვებისავით დაგისვავენო და პასუხი უნდა გასცეო. 3 ფერიიდო ჩემს უკან. უნდა გადაგველაგებინა პროდუქტები, რა იყო ჯანსაღი და რა იყო არაჯანსაღი. წითელზე უნდა დაგვედო ესეთი პროდუქტები, რაც ძალიან ცუდი არის ჩვენ ორგანიზმისთვის. ვაშლი დავდე მწვანეზე. მე დავდე ვაშლი მწვანეზე, რადგან სასარგებლოა, შეიცავს ბევრ ვიტამინს, რკინას, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. და ასევე ძალიან გემრიელია. ეს არის წითელი და მწვანე ვაშლი და ამათაც დავდებ მწვანეზე. ყველს დავდებ მწვანეზე. ეს არის ყველი და მე დავდებ ამას მწვანეზე. ყველს დავდებ მწვანე ფერზე. ახს დავდებ ყვითელზე. დონატები დავდე წითელზე. იმიტომ რომ დონატები არის ტკბილეული და არ არის ეგეთი სასურველი, რომ ჩვენმა ორგანიზმმა მიიღოს ის. დონატი ყვითელზე, რადგან ეს გემრიელია, მაგრამ ცუდ რაღაცაებსაც შეიცავს, რომ გემრიელი იყოს და წითელზე დავდგე კრუასანი და დონატები, რადგან არ შეიძლება რომ ვჭამოთ. ჩვენთვის სასარგებლო არ არის. ყურძენს დავდებ მწვანეზე. მას დავდებ მწვანეზე. მწვანეზე. მე დავდე ყურძენი კარგზე, რადგან ის არის სასარგებლო, შეიცავს ვიტამინებს და ასევე გემრიელია. მაწონს დავდებ ყვითელზე. მაწონს დავდებ მწვანე ფერზე. მას დავდებ მწვანეზე. მაწონი დავდე მწვანეზე, რადგან ძალიან სასარგებლოა. გამიხარდა ის ფაქტი, რომ აქ ვალაგებდი ჩემს საყვარელ საჭმელს და არასაყვარელს და ვანაწილებდი, სადაც მინდოდა. ძალიან მომეწონა. სხვებისთვისაც სასარგებლოა და ბევრ რაღაცას ვისწავლით. პროფესიონალმა რო შეხედოს იმ პროდუქტებს, როგორც მე დავალაგე, ჩემი აზრით ეგეთი ცუდი შეფასებასაც არ მომცემს. მინდა რომ შეგახსენოთ, რომ სულ უყურეთ პირველ არხს. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი პატარების არჩევანი და სხვათა შორის ძალიან გასათვალისწინებელი უფროსებისთვის.
თუ დავაკვირდებით, სამი მთავარი პრინციპი აირჩიეს შეფასებისას და მათ შორის გამორჩეული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მათი დამოკიდებულება, მაგალითად, საყვარელია თუ არა და გემრიელია თუ არა ესა თუ ის პროდუქტი. და როდესაც ამ ნიშნით ირჩევდნენ და ანაწილებდნენ, სწორედ ამას უკავშირდება ფრაზები, რატომ შეიძლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული იყოს სოკო, სასარგებლო თვისებებთან დაკავშირებული იყოს ვაშლი და მაშინაც კი, როდესაც ვიცით, რამდენად კეთილმყოფელი შეიძლება იყოს მაგალითად ავოკადოს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ჩვენი პატარებისათვის, ისინი რა თქმა უნდა ამას არაფრად მიიჩნევენ და ყვითელ და წითელ ზონაში ანაწილებენ პროდუქტს. და კიდევ ერთი საგულისხმო და თვალსაჩინო არჩევანი მათ გააკეთეს სამივე ერთნაირად, როდესაც ხახვი არ შეაფასეს სასარგებლოდ თუ არა, სავარაუდოდ შეაფასეს იმ ნიშნით, გემრიელია თუ არა და მოსწონთ და უყვართ თუ არა და ყველა შემთხვევაში სამივემ ადგილი მიუჩინა ყვითელ ზონაში. რაც შეეხება დემეს, უნდა უთხრათ, რომ ნამდვილად ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებთ და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო მეც ისწავლით კვებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო სწორ და კარგ არჩევანს გააკეთებთ საკუთარი ჯანმრთელობისათვის. მე აუცილებლად გავაგრძელებ დღევანდელ საუბარს სწორედ კვებასთან დაკავშირებით რამდენიმე ძალიან საინტერესო მომენტით და პირველ რიგში აუცილებლად გაგიზიარებთ სიახლეს, რომელიც თემატურად შემდეგ უნდა გაგრძელდეს ჩვენს გადაცემაში. ხაშის პური მივირთვათ თუ მთლიანი მარცვლეულის პური. წლების განმავლობაში ჩვენ საუბრობდით იმის შესახებ, რამდენად სასარგებლოა მთლიანი მარცვლეულისგან მომზადებული პური. და მთავარი არგუმენტი ყოველთვის იყო უჯრედისი და უჯრედისის მდიდარი კონკრეტულად ეს პროდუქტი, რომელიც ყაბზობის თავიდან აცილებაში, ყაბზობის დაძლევაში ეხმარებოდა ადამიანებს და ეხმარება და ძალიან მნიშვნელოვანია წონის მართვაში მრავალი პრობლემის უკეთ მოგვარებაში. მაგრამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით ბევრს საუბრობთ ეგრეთ წოდებულ ხაშის პურზე, რომელიც მაღალფერმენტირებული პროდუქტია და რომელიც აღმოჩნდა ძალიან ადვილად შესათვისებელი ბევრი ადამიანისათვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმითაც, რომ მას დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. მას რომელი პური უნდა ავირჩიოთ? მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეედარებინათ ეს ორი პროდუქტი ერთმანეთთან და აღმოჩნდა, რომ ორივე პროდუქტს აქვს თავისი ღირსება, რომელზედაც მე უკვე მოგახსენეთ და აქვს საერთო ღირსება. ჩვენ ორივე პროდუქტი გვეხმარება გლუკოზის დონის უკეთ მართვაში. ამიტომ მათი გამოყენება ძალიან პრაქტიკული შეიძლება აღმოჩნდეს და ეფექტიანი სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებისათვის და შესაბამისად პროფესიონალები, სპეციალისტები, სხვადასხვა კვების ინსტიტუტის წარმომადგენლები შეჯერდნენ ასეთ ვერსიაზე. მომზადდეს პროდუქტი 2:1-ში, ანუ როდესაც მთლიანი მარცვლეულისგან ხაშზე მომზადდება პროდუქტი. ამგვარი პროდუქტი შეიძლება აღმოჩნდეს რამდენიმე თვისების ერთდროულად მატარებელი და დაგვეხმარება ყველა იმ ამოცანის ამოხსნაში და გადაჭრაში, რომელზედაც სიახლის ბლოკში უკვე მოგახსენეთ. ჩვენ დიდი ხანია შევთანხმდით, რომ უნივერსალური საკვები პროდუქტები არ არსებობს. ყველასთვის სარგო, ყველა პრობლემის ერთდროულად გადამჭრელი საკვები არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ არის გარკვეული საიდუმლო საკვებ პროდუქტებში დაშიფრული, რომელიც რამდენიმე პრობლემის ერთდროულად მოგვარებაში ნამდვილად დაგვეხმარება. და შეიძლება თუ არა ერთი პროდუქტით ნაწლავის ჯანმრთელობაზე, თავის ტვინის ჯანმრთელობაზე და პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ერთდროულად ვიზრუნოთ, აი ამასთან დაკავშირებით ჩვენ სოციალური მედიისთვის მოვამზადეთ პროდუქტი, რომელსაც გარწმუნებთ ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი თქვენს გაგიზიაროთ. როგორ დავიცვათ ერთდროულად ჩვენი ნაწლავი, კბილი და თავის ტვინი? ჩვენ ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს ვესაუბრებით და მე ყოველთვის გიზიარებ სიახლეებს, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენი ნაწლავი და თავის ტვინი ერთ მთლიან ღერს ქმნის. გახსოვთ ალბათ ისიც, რომ ნაწლავი ჩვენი მეორე ტვინია, რომ პირის ღრუ წინა ნაწლავია, რის გამოც ჯანმრთელობის თვალსაზრისით კბილების, რბილი ქსოვილების მდგომარეობა ნაწლავის ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია. მაწვნის დედა და პურის ხაში. რა საერთოა ამ ორ პროდუქტს შორის და რა კავშირშია ეს პროდუქტები ჩვენი ნაწლავის, კბილის და თავის ტვინის ჯანმრთელობასთან?
მრავალრიცხოვანი კვლევებით დადგინდა, რომ სწორედ მაწვნის დედა და პურის ხაში არის ბუნებრივი წყარო ლაქტობაქტერიების. ლაქტობაქტერიები იცავს ჩვენს ნაწლავსაც, იცავს პირის ხრუს ჯანმრთელობასაც და იცავს თავის ტვინის ჯანმრთელობასაც. სწორედ ამიტომ, მაგალითად მაწონი, მაგალითად პურის ხაშზე მომზადებული მთლიანი მარცვლეულის, უხეშად დაფქული ფქვილისგან, ესა თუ ის პროდუქტი არის სწორედ ბუნებრივი წყარო ლაქტობაქტერიების, რომელიც ერთდროულად დაიცავს ჩვენს ნაწლავსაც, კბილსაც და თავის ტვინსაც. ცხადია, გარდა იმ ადამიანებისა, რომელთაც რაიმე მიზეზით აღნიშნული პროდუქტების გამოყენება შეზღუდული აქვთ. ეს ინფორმაცია ძალიან საგულისხმო აღმოჩნდა ჩვენი მაყურებლისათვის, სოციალური მედიის მომხმარებლისათვის და გარწმუნებთ, იმდენი კითხვა მივიღეთ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ნაწილს ხედავთ ახლა ეკრანზე. ნაწილს, რომელიც მე ვფიქრობ, რამდენიმე ტიპურ შეკითხვას გაუსვამს ხაზს. უმრავლესობას აქვს კითხვა, როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში ხაში და დღევანდელი ჩვენი გადაცემა გარწმუნებთ, ამ კითხვას აუცილებლად გასცემს პასუხს, ხოლო როგორ დავარეგულიროთ ქოლესტეროლის მაჩვენებელი. ამაზე არაერთი გადაცემა გქონია და კიდევ გვექნება და რა თქმა უნდა ამ კითხვას არ დავტოვებთ უპასუხოთ, ისევე როგორც მაწვნის შემადგენლობასთან დაკავშირებით ჩვენ დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას იმისთვის, რომ თქვენ არ გქონდეთ კითხვები მაგალითად არაპროფესიულ ჭრილში ან არასანდო წყაროდან. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი გადაცემა გარკვეულწილად არის გამოხმაურება თქვენი კითხვების მიმართ და რაც თავარია, თქვენი ინტერესის საგანი აღმოჩნდება ჩვენი საუბრის მთავარი თემა. როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენს საკვებზე, ჩვენ პრაქტიკულად საუბრობთ ჩვენს საზრდოზე. და თუ საზრდოზეა საუბარი, რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვახსენდება პური. პური, რომელიც არის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით უზარმაზარი დატვირთვის პროდუქტი, მას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი კვებითი ღირებულება, მას აქვს, რა თქმა უნდა, თავისი ისტორია, მას აქვს თავისი დანიშნულება, მას აქვს თავისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ მას აქვს უზარმაზარი მისტიკური, ეზოტერული დატვირთვაც კი, რომელიც თაობიდან თაობაში, ყველა კულტურაში პრაქტიკულად ადამიანებს გადაეცემათ. მაგრამ რას ნიშნავს პური მაშინ, როდესაც მისი ტექნოლოგიური მომზადება შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის წინაპირობა, ამ კითხვებზე რასაკვირველია პროფესიონალებისგან უნდა მივიღოთ პასუხი და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი ძალიან დიდი ხნის მეგობარი, რომელიც გახლავთ კვების ტექნოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი, პროფესორი ბატონი მალხას დოლიძე. დილამშვიდობისა ბატონო მალხას. მე მიხარია, რომ ძალიან დიდი ხანია ჩვენ მეგობრობთ, თანამშრომლობთ და ძალიან ბევრი სარწმუნო ინფორმაცია სწორედ თქვენგან მოისმინა ჩვენმა მაყურებელმა და დარწმუნებული ვარ დღევანდელი გადაცემა არ იქნება გამონაკლისი. დავიწყებ იმ კითხვით, რომელიც ბოლო ხანებში ძალიან აქტუალური გახდა მეცნიერების დამსახურებით. მოგეხსენებათ, როდესაც ამა თუ იმ პროდუქტს იყენებდნენ ჩვენი წინაპრები, მათი დამოკიდებულება პროდუქტის მიმართ ხშირ შემთხვევაში ემპირიულ გამოცდილებასა და ცოდნას ეფუძნებოდა. მერე გავიდა წლები, 10 წლეულები, 100 წლეულებიც კი და თანამედროვე მედიცინა ან მეცნიერება მხოლოდ ადასტურებს იმ მიგნებებს, რომელიც ჰქონდა ჩვენს წინაპრებს. და პურში დაშიფრული ეს საიდუმლო განსაკუთრებით საგულისხმო აღმოჩნდა, იმიტომ რომ დღეს როგორც არასდროს გახდა აქტუალური საუბარი უხეშად დაფქული მარცვლეულისგან მომზადებულ პურზე. მაგალითად, ეგრეთ წოდებულ ღომის წარმოებულ პროდუქტებზე და რაც თავარია ხაშის პროდუქტებზე და აქ კითხვებს ბადებს, რას ნიშნავს ხაში, რას ნიშნავს ხაშის პური, რას ნიშნავს მთლიანი მარცვლეულის პური, რა განსხვავებაა მათ შორის და ასე შემდეგ. მოდით ხაშის პურით დავიწყოთ და რა არის ეს ხაში ბოლოს და ბოლოს. ეს არის კლასიკური ტექნოლოგიის მეთოდი. კლასიკურად დამზადებული პურის. ეხლა მინდა გითხრათ ამას ორი სიტყვით, რომ საერთოდ კვების მრეწველობაში, კვებაში საერთოდ, კვების ინდუსტრიაში
ტექნოლოგიური პროცესები ძალიან დაჩქარდა. ანუ ინტენსიური ტექნოლოგიები შემოვიდა. ეს არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში. დიახ. ნუ ეს არ გამოწვეული ელექტროენერგიის, ამ თქვადაც გაძვირების, მუშახელის დროის ამის და შემოვიდა ინტენსიური ტექნოლოგიები. ეხლა ამ ინტენსიურმა ტექნოლოგიებმა ჩაყლაპა ეს კლასიკური მეთოდები. არად ეხლა, როდესაც ვაკვირდებით ყველაფერს, ხედავთ, რომ ის კლასიკური მეთოდებით დამზადებული პროდუქცია იყო უფრო ჯანსაღი, უფრო ასე ვთქვათ, ყოველგვარი დანამატების გარეშე და გამძლეც. რა თქმა უნდა, გამძლეც. გამძლეობას აი ზუსტად პულში გამოიხატება ეს გამძლეობა. ეხლა მოდით ავხსნათ რა არის ხაში. დიახ. საქართველოში პურს ამზადებდნენ ხაშის მეთოდით. ანუ ეს იყო რა, დედო კეთდებოდა, ეს იქნებოდა სვის ნახარში, ეს იქნებოდა დაძველებული ცომი, რომელიც ჰქონდათ შენახული ქალბატონებს ოჯახში, დიახ, და გარკვეული დროის განმავლობაში ეს ცომი, ესე იგი, რომელიც რამდენიმე ხანი ჰქონდათ შენახული, ძემჟავა ბაქტერიებს, ასე ვთქვათ, იგროვებდა. ანუ ეს იყო როგორც საფუარის მაგიერი, ასე ვთქვათ. ანუ ფერმენტაციის პროდუქტი. ფერმენტაცია, რა თქმა უნდა და დედოს დედას პური აქედან წამოვიდა, რომ დედო იყო ეს შენახული დედო. აი ამ დედოს მერე იყენებდნენ ცომის მოზელვისას. მაგრამ პირველ სტადიას ეძახდნენ ხაშის დამზადებას. ანუ რა, ესე იგი 30%-იან ასე ვთქვათ, ცომის ულუფას 30%-იანს შეურევდნენ აი ამ ხაშს და ამას ესე იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დააცდიდნენ, მაგალითად ახლა სოფლებში ასე იყო, რომ ცომს რომ მოზილავდნენ, ამ ცომს დააცდიდნენ და თქვათ მეორე დილით გაახურებდნენ ღომელს, თონეს და ესე იგი უკვე აი ამ ულუფას დანარჩენ ცომს დააყრდნენ, მოზელავდნენ ცომს და უკვე ანუ გადაზელავდნენ დანარჩენ ნაწილს. უკვე ამ ულუფებს აკრავდნენ და გარკვეული ისეთი ფერმენტაციის შედეგად ისეთი სურნელი ჰქონდა, რომ ბევრს უთქვია, რატო გაქრა ქართული პურის სუნი, ხო, გემო, ეს ფერმენტაცია თავისებურად უგემრიელეს სუნს, ასე იგი, ანუ იმ თვისებებს განსაზღვრავდა. რა თქმა უნდა და სხვათა შორის ასე დამზადებული პური, აი თქვენ რო თქვით, ინარჩუნებდა სირბილეს. 2, 3, 4 დღე პური მერე ხურჯინში იყიდებოდა, ასე ვთქვათ, და ჰქონდათ ეს ერთი კვირა ამარაგებდნენ. პურს მაგალითად ასე აცხობდნენ, ასეთი მეთოდით, თვეში ერთხელ, ორჯერ და მერე ეს პური მთელი თვე ვარგისი იყო ჭამისთვის. ეხლა არავითარი კარტოფილის დაავადება და არავითარი და მე გამიგონია, რომ ძმარსაც, თქვა, ზაფხულის პერიოდში ძველებმაც კი იცოდნენ, რომ ესე იგი სიმჟავე გარკვეულად ამ კარტოფილის ჭხირს, რომელიც მოყვება ხორბალს საერთოდ და ფქვილს, აი ეს სიმჟავე ანარცხებს აი ამ ჭხირს და არაძლევს იმის საშუალებას, რომ ამან ესე იგი პოვოს გავრცელება შემდეგ პურში და გარკვეულად ძმარსაც ახმარდნენ ხოლმე ღვინის ძმარს, რომელიც შესანიშნავად, იმიტომ რომ სიმჟავეში ეს კარტოფილის ჭხირი იღუპება, ტემპერატურას უძლებს, ყველაფერს უძლებს და სიმჟავეს ვერ უძლებს. ამიტომ აი ეს მეთოდი იყო, ამას ქვია ხაშის მეთოდი, ხაშის მეთოდით დამზადებული პური. ჩვენ შეგვიძლია თანამედროვე რეალობაში, აი ოჯახის პირობებში ეგრეთ წოდებული ეს ხაშის ფაზა მოვამზადოთ. ანუ თქვენ თავად ბრძანეთ, რომ ეს არის რეალურად პურის მომწიფების, უბრალოდ ცომის მომწიფების ერთ-ერთი ფაზა, ხაშის ფაზა. სახლის პირობებში შესაძლებელია ამ ხაშის მომზადება? როგორ არა შესაძლებელია და მინდა გითხრათ, მე რო თქვენთან მოვდიოდი სხვა შორის ჩემმა შვილმა მითხრა ასეთი რამე შეიძინა პატარა საცხობი, ხო, ესეთი ერთ ულუფაზე განსაზღვრული და რამდენჯერმე სტაც ჰქონდა და პირველად მე ესე იგი ხელმძღვანელობდი იმას, რომ თუ ცოტა თხელი მოგივიდა ცომის, ცოტა უფრო მარილია საჭირო, რომ მარილის გარეშე ცომი თავს ვერ იკავებს და საერთოდ მithქვია ხოლმე ბევრისთვის, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის, რომ მარილი გარკვეული ძალიან ბევრი მარილიც ის ცომს ამოხრუჭებს და არ აძლევს საშუალებას გაფუებას. რა თქმა უნდა, ეს მეთოდი შეიძლება სახლის პირობებშიც ძალიან ელემენტარულად გავაკეთოთ. ეხლა დამჟავებული ცომია საჭირო,
საჭიროა ულუფის გაკეთება, შენახვა და მეორე დღეს გამოცხობა ამისი. ან გარკვეული დროის განმავლობაში რომ ნახავთ თუ ცომი მომწიფდა, ფერმენტაცია გაიარა საჭირო რაოდენობით, ის მერე შეიძლება მოდით გადაიზიაროს. უფრო მარტივად თქვათ ბატონო მალხას, იმიტომ რომ მე მაგალითად გადავწყვიტე სახლის პირობებში ეს გავაკეთო. ავიღებ პურის ფქვილი, დავასხი წყალი. არსებობს რაღაც პროპორცია, რომელიც უნდა დავიცო ასეთ დროს? რა თქმა უნდა, ალბათ ერთი აი ეს დამჟავებული ცომი ერთი ალბათ არ მაქვს ეს დამჟავებული ცომი დღეს. და მაშინ წინასწარ უნდა მოვზიიმლო. არა, თქვენ მაშინ საფუარს იყენებთ, ხო? ამ შემთხვევაში. არა, მე მინდა ვისწავლო როგორ დავამზადო სახლის პირობებში ხაში. ხაში რო დაამზადოთ, თვითონ ცომი უნდა მოიზილოს, რა თქმა უნდა, დაახლოებით ეს იქნება 200-300 გრამი. ფქვილი დავასხა წყალი და ჩვეულებრივი ცოლი მოვზი. რაოდენობის შემდეგ, ესე იგი, ეს უნდა დატოვოთ, რომ ეს ოთახის ტემპერატურაზე? დღე მაინც რომ დამჟავდეს ეს. ოთახის ტემპერატურაზე ბატონო მალხას? ოთახის ტემპერატურაზე რა. დავტოვე. ხო, დატოვეთ, რომ ნახავთ, თქვათ, 3, 4, 5 დღის შემდეგ ნახავთ, რომ ის გარკვეულად გაიკეთებს აფქს და შიგნით, ესე იგი, რომ ასე ვთქვათ, გაქექავთ ცოტას, დაინახავთ, რომ სიმჟავე, გარკვეული სიმჟავეს რო დაიგროვებს, ეს უკვე არის მაგიერი საფუარის. ანუ როგორც ეს უკვე შემიძლია გამოვიყენო? ულუფებად მე შეიძლება შეაყოლოთ განარჩენ ცომს და ულუფებად იხმაროთ. პრაქტიკულად ხაშიც მოვამზადეთ. ხო, ხაში მოვამზადეთ ასეა და ნუ ზოგი ამას არის მეთოდები, ეხლა მაგალითად იყენებენ კუჭის ასე ვთქვათ პეპსინი, დიახ. დიახ, აი პეპსინის. ზოგი ეხლა არის ძველები, რომლებიც სხვადასხვა არის სვით მაგალითად. ანუ როგორც კვეთი მზადდება დაახლოებით ამაზე. იგივე პრინციპი, თუმცა ხაშის პურზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ამას ქვია ხაშიც დამზადებული პური. ბატონ მალხას, როდესაც დღეს საუბრობთ პურის დახასიათებაზე, ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის ხოლმე მაგალითად მთლიანი მარცვლეულისგან მომზადებული პური. ესეც სამეცნიერო თვალსაზრისით დადასტურებული სიკეთის მატარებელი პროდუქტია და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ხაშის პურისა და აი ამ მთლიანი მარცვლეულის პურზე, მათი თვისებების შეხამება შესაძლებელია, შეიძლება მთლიანი მარცვლეულისგან მომზადდეს პროდუქტი ხაშის გამოყენება. რა თქმა უნდა შეიძლება და ასეც ამზადებენ. ეხლა მე მინდა იცოდეთ, მთლიანი მარცვლეული როგორ კეთდება. მთლიანი მარცვლეულის გარკვეულ 30%-ს ასველებენ მარცვლეულს. ეხლა მარცვლეული მოზელვის დროს კი არ მარცვლეული წყალში აქვს ჩაყრილი, ეს მარცვლეული დაალბობენ და როცა დაალბება ის გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ იწყება ამ მარცვლეულით პურის სხობა. ესე იგი დაახლოებით მე სადღაც ესე 20%, ზოგი 15% გააჩნია ახლა რომელ და რას ვაკეთებთ, მე დააყრიან ამ ფქვილს და აი ასე ხაშის მეთოდით მასაც ასე აწყობენ. რეალურად, როდესაც საუბრობთ პურზე. პური, რომელიც თქვენ ახსენეთ ისტორიულად არ იყო ერთჯერადად მოსახმარებელი პროდუქტი და ხშირ შემთხვევაში, როდესაც გამოცხებოდა პური, გათვალისწინებული იყო მისი ვარგისიანობა საკმაოდ გრძელ ვადაზე გათვლით და ამიტომ, როდესაც დღეს ჩვენ საუბრობთ პურის შენახვაზე, ნამდვილად თავსატეხია ოჯახში, როგორ შევინახოთ პური. სად შევინახოთ პური? ხის საპურეში შევინახოთ, მომინანქრებულ, ანუ ეგრეთ წოდებულ ემალირებულ ჭურჭელში შევინახოთ, მაგალითად მაცივარში შევინახოთ, პოლიეთილენში შევინახოთ. მოდით ვთქვათ, როგორი შენახვა არის უკეთესი პურისთვის. საერთოდ მე გეტყვით ახლა, აი ერთ-ერთ ისეთ თემას მივადექით, რომელიც ძალიან საჭიროა. მე ვიცი ახლა. ნამდვილად ოჯახების ქვაბში ჩავდე პური, რბილად ინახება, მაგრამ პურს უყვარს აერაცია, საერთოდ არ უყვარს ქვაბში, იმიტომ რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში კატეგორიულად არ შეიძლება პური ქვაბში არ შევინახოს. კატეგორიულად არ შეიძლება. სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ ამ ბოლო პერიოდში, აი მე უცხოეთის გამოცდილებიდანაც გეუბნებით, თანამედროვე პური, რომელსაც ინახავენ, მაცივარი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი არის პურისთვის. აი ხო მაცივარს ვამბობთ, მაგრამ მაცივარში არის +4 გრადუსი. მაცივრის ტემპერატურა. ეს კარგად ინახავს პურს. ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, ხის ასე ვთქვათ, ანუ ნატურალური ხის. რომელსაც
თავისი ნასროტები აქვს და პური იქ აერაციას გადის. ჰაერი ხვდება მაინც გარკვეული რაოდენობის. მართალია ახლა პურს აქვს ხმობის პურის ტემპერატურა, როდესაც ოთახის ტემპერატურას გაუსწორდება და შემდეგ უფრო ესე ვთქვათ, ცივდება ეს პური, ხმება თანამედროვე პურები ახლა რეალიზაციის ვადა 10 საათია და ხანდახან აწერენ 24 საათი, მაგრამ თუმცა ეს გრძელვადიან მოხმარებაზე არ არის გათვლილი და ამიტომ ხო, მალფუჭადი პროდუქტი ახლა მოდით სიმართლე ვთქვათ და მაგრამ პოლიეთილენთან დაკავშირებით პური არის ახლა რეცეპტურული, აი ვთქვათ, შიგნით არის გარკვეული ცხიმი, ან ვთქვათ რაღაც რძის ფხვნილი, ან არის ასეთი პურები, სხვა კომპონენტები, რომლებიც ვთქვათ გარკვეული შაქარხსნარიც, აი გარკვეულად უნახავენ პურს, აი ეს კომპონენტები და ასეთი პურები ცოტა მაღალფასიანიც არის, ახლა არ დავმალავ ამას, ეს ასია, ამას რეცეპტურულ პურს ვეძახით საერთოდ, მაგრამ აი ჩვეულებრივი პურისთვის რა თქმა უნდა ხის ან მაცივარი მე აი ეს ჩემი რეკომენდაცია მე შემიძლია ვთქვა პოლიეთილენში რატომ არ უნდა შევინახოთ პოლიეთილენი არც არის რეკომენდებული იცით როგორ არის უცხოეთში მაგალითად აი როცა შემოვიდა პოლიეთილენები ზაფხულის პერიოდში პერფორირებულ პოლიეთილენში ანუ პურის სუნთქავს და ის გარკვეულად თავისი ის ქონდა საშუალება რომ ის გამოეშვა ის ტემპერატურაც გამოეშვა ის ასე ვთქვათ აორთქლება რომელსაც მას გააჩნია და ეხლა ჩვენთან პოლიეთილენი არც საერთოდ პოლიეთილენი პოლიპროპილენია უფრო მიღებული ეს უფრო ქაღალდისკენ მიდრეკილი და ბოლო ხანებში ახლა თუ დააკვირდებით აი მაგალითად ახლა არ ვასახელებ ფირმებს და საერთოდ ბევრ თბილისში განსაკუთრებით კორონავირუსის შემდეგ თბილისში მე ვაკვირდები ხა წარმოებებს სულ ყველა დაიწყო პურის შეფუთული გამოდის ძირითადად შეფუთული ქაღალდში და ქაღალდში უკეთესია საერთოდ იმიტომ რომ იქ მასში მაინც იცვარება და თავისებურად მაინც ის მოქმედებს პოლიეთილენის და პოლიპროპილენის თუ პერფორირებული არ არის ამიტომ ეს რეკომენდაცია ჩემგან აი ესეთია ძალიან დიდი მადლობა ბატონ მალხას დღევანდელი სტუმრობისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ძალიან ბევრ საჭიროებო კითხვას გაეცით პასუხი და ძალიან ბევრი პრაქტიკული რეკომენდაციას მივიღეთ თქვენგან. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ თქვენი თხოვნით გავეცით ამ კითხვებს პასუხს და თქვენი თხოვნით დღეს მოვიწვიეთ გადაცემაში ბატონი მალხას დოლიძე. მადლობა. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ გავაგრძელებთ საუბრებს და თანამშრომლობას, თუმცა მაყურებელს აუცილებლად უნდა უთხრა, რომ დღევანდელი ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი, კვების ტექნოლოგი ბატონი მალხას დოლიძე. მე არ გემშვიდობებით, წილკვებით შუქნიშანი გველოდება. ჩვენი კვებითი შუქნიშანი ტრადიციულად თებშით იწყება. იმ თებშით, რომელიც ერთი მხრივ დღიურ რაციონს წარმოადგენს და მეორე მხრივ აუცილებლად გულისხმობს ნახევარს ბოსტნეულს და ხილს, ხოლო მეორე ნახევარს ცილოვან კომპონენტს მარცვლეულ ბურღულეულთან ერთად. და სწორედ აი ამ მარცვლეულ ბურღულეულში უნდა ვიგულისხმოთ ის პური, რომელზედაც დღეს ჩვენ საუბრობდით. მიუხედავად იმისა, რა ტექნოლოგიით იქნება მომზადებული პური, ჩვენ ვლაპარაკობთ მარცვლეულისგან დამზადებულ საკვებზე, რომელიც თავისთავად შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომელიც მარცვლეულშია დაშიფრული და შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის მინერალი, მაგალითად მაგნიუმის სახით, რკინის სახით. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ვიტამინი, მაგალითად ბეჯგუფის ვიტამინების სახით. რასაკვირველია, მასში არის ნახშირწყალი დიდი რაოდენობით და არის მცირე რაოდენობით ცილა და კიდევ უფრო მცირე რაოდენობით ცხიმი. მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ პროდუქტებზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა ადგილს იკავებს ეს რეკომენდაციები, არა მხოლოდ თებშზე, არამედ ჩვენს კვებით შუქნიშანთან მიმართებაში და განსაკუთრებით იმ სამფერ სივრცეში, რომელიც ტრადიციულად ჩვენს კვებით შუქნიშანში ხილით და ბოსტნეულით არის წარმოდგენილი. და სწორედ აი ამ სივრცეში განსაკუთრებული ადგილი აქვს ხოლმე ყოველთვის მარცვლეულს და მასთან დაკავშირებულ საუბარს. რატომ? როდესაც დღეს ჩვენ პურის სხვადასხვა ვერსიაზე ვსაუბრობდით, ჩვენ ვლაპარაკობდით პურის უკეთ შენახვის შესაძლებლობებზე. ჩვენ საუბრობდით ამ საერთო
სივრცეში, რასაც თანამედროვე ცივილური საზოგადოება ჰქვია, ტექნოლოგიურ საჩუქრებზე და მათ შორის როგორ შევინახოთ ის პური, რომელიც ყოველდღიური ჩვენი რაციონის ნაწილია და შევთანხმდით, რომ ბუნებრივი მასალები აქაც საუკეთესო არჩევანია, ისევე როგორც ჩვენი კამპანიის და ჩვენი კონცეფციის ფარგლებში. როდესაც ჩვენ მინის ბოთლს ვირჩევდით, როდესაც ჩვენ ქსოვილის ჩანთას ვირჩევდით და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი, რომელიც ყველას გვიყვარს, ყველას მოგწონს, მაგრამ გარკვეულწილად რისკებს შეიცავს ჯანმრთელობის კუთხი. მაგალითად, როდესაც ჩვენ პურს ვათვალიერებთ, ალბათ დაკვირვები ხართ, რომელ ნაწილზე წაგვიცდება ხოლმე ხელი მოსატეხად, რომელიც უფრო თხელია, უფრო დაბრაწულია, ყნატუნაა. ასეთი ნაწილი პურის ყოველთვის უფრო მოგწონს. უფრო მეტიც, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაშინაც კი, როდესაც პური არ არის დაბრაწული, მოგვეფიქრებინა მოწყობილობები, რომელთა დამსახურებით პურს შევწვავთ და დავბრაწავთ. კი, მაგრამ რა არის ამაში ცუდი და რისკის შემცველი, როდესაც ეს ყველაფერი გემრიელია და ყველა ასაკის ადამიანს სიამოვნებს ხოლმე ასეთი ყნატუნა, დაბრაწული, გემრიელი ხრაშუნა ნაწილების მირთმევა. სწორედ ამ დაბრაწულ ნაწილებში შეიძლება დაგროვდეს ნივთიერება სახელად აკრილამიდი. და სწორედ აკრილამიდის დამსახურებით ამ პროდუქტში აღმოჩნდება კანცეროგენული ნივთიერება. ანუ კიბოს რისკის ზრდას რომ უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ერთხელ დაბრაწული პურის მირთმევა, ან ხანდახან დაბრაწული ნაწილის მირთმევა, გნებავთ პურისა, გნებავთ სხვა შემწვარი პროდუქტისა, ადამიანის ორგანიზმში სიმსივნურ დაავადებას არ წარმოქმნის. მაგრამ თუ თქვენ სისტემატურად უკიდურესად დაბრაწულ პროდუქტებს მიირთმევთ. თუ თქვენ სისტემატურად უკიდურესად დამწვარ პროდუქტებს, თითქმის დამწვარ პროდუქტებს მიირთმევთ და ქსიამოვნებთ ამ პროდუქტების მირთმევა, მესმის რომ შეიძლება თქვენ საგემოვნო მოთხოვნილებებს ეს პროდუქტი აკმაყოფილებდეს, მაგრამ სწორედ აკრილამიდი არის ის რისკის პროდუქტი, რომელიც რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს ჩვენს რაციონში. ამიტომ თუ გადაწყვეტთ, მაგალითად, ეგრეთ წოდებული ტოსტის პური ძალიან დაბრაწოთ, ბევრჯერ გაატაროთ პროცესში, შეწვის პროცესში. მაშინ ეს გააკეთეთ ხანდახან, იშვიათად და არა ყოველდღიურად, სისტემატურად, რადგან ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით დაგროვება ორგანიზმისთვის შეიძლება აღმოჩნდეს რისკის შემცველი. ისევე როგორც მაშინ, როდესაც კარაქის ნაჭერს დააგდებთ გახურებულ ტაფაზე და კვამლი წარმოიქმნება, თეთრი კვამლი, ყველას შეგვინიშნავს უსიამოვნო სუნით რომ გამოირჩევა. ეს აკროლეინია, რომელიც ასევე კანცეროგენული ნივთიერებაა და სწორედ ამიტომ უმჯობესია კვერცხის შევწვათ კარაქში და არა რომელიმე სხვა პროდუქტი, რომლის მოხმარების ტრადიცია სხვათა შორის 10 წლეულების განმავლობაში იყო ჩვენ საზოგადოებაში. წლების განმავლობაში ჩვენ კარტოფილსაც კი კარაქში ვწვავდით ხოლმე და ძალიან ბევრი ოჯახი გაიხსენებს ამ გამოცდილებას. ხოლო დღევანდელი მონაცემებით დადასტურებულია, რომ უმჯობესია ასეთი ტიპის ნივთიერებების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის ცოდნა, რომელიც თანამედროვე მედიცინას აქვს და შეძლების დაგვარად თავიდან ავიცილოთ ამ ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები. არ მივირთვათ გემრიელი საკვები. ჩვენ უნდა მივირთვათ საკვები სასარგებლო, რომელიც გემრიელია, მაგრამ ამავე დროს გვახსოვდეს რისკები იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და შევინარჩუნოთ ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.